საახსოვებო წარმოებათა შესახებ კანონსა და სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები შევიდა. სიახლის მიხედვით სავალდებულო ხდება სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება. ნოტარიუსმა კი მხარეებს საკუთარი ვალდებულებები უნდა განუმარტოს. ცვლილება ძირითადად კერძო იპოთეკარებს ეხება, თუმცა ნაწილობრივ აუქციონის წესზეც ვრცელდება. იურისტების განმარტებით ცვლილება ზედაპირულია და იგი არსებითად არაფერს შეცვლის. თავად იპოთეკარები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ინიციატივები საკმარისი არაა და კანონმდებლობა აუქციონების ნაწილში რადიკალურად უნდა შეიცვალოს. აუქციონები ძალიან პრობლემურია. ხა ჩვენ ჯგუფში არის 61 ადამიანი. ფაქტიურად სახლი არავის აღარ დარჩა. ყველას აუქციონებმა რაღაც სასწაულის ისწრაფით გაუყიდა სახლები. თან ისეთ მიზერულ ფასებში რომ არ ვიცი რა. და რა გამოსავალი იქნება ამის შესახებ არ ვიცით, იმიტომ რომ ჯერჯერობით ერთადერთი ცნობა ვიცი, რომ ჩატარდა მეორე მოსმენა, განიხილეს რაღაც საკითხები და აი პატარა ცვლილებები დარჩა შესატანი, მაგრამ ამ პატარა ცვლილებებში აღარ დარჩა ადამიანი, ვისაც სახლი დარჩეს რა. იმ ფონზე, როცა მოქალაქეები საკმაოდ დაუცველები გამოდიოდნენ ასეთი ურთიერთობების წარმოებისას ინფორმაციის არ ქონის გამო, ხელშეკრულების ფორმის კუთხით აუცილებელი გახდა ნოტარიული დამოწმება გარიგების, სადაც ნოტარიუსს ასევე ეკისრება ვალდებულება მოქალაქეს მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა სამართლებრივი შედეგები დადგება ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. იძულებით აუქციონთან დაკავშირებით, რაც საახსოვო წარმოშობის საქართველოს კანონში შევიდა, ძირითადი წესები აუქციონის გამართვისა, პირველადი აუქციონი იქნება განმეორებით და ასე შემდეგ, დარჩა იგივე. უბრალოდ შეეხო, როცა სახელმწიფოსთან ადგილობრივი თვითმმართველობის სასარგებლოდ მიმდინარეობს ახსრობა, იქ რაღაც ძალიან მცირედი ცვლილებები, რომელიც ფიზიკური პირების ურთიერთობას საერთოდ არ ეხება.